ეს რამე ფრინველია ძმა თუ ცხენი დაფრინავს 16 კილი გავაკეთე 16 კილი ბოლოს როდის გავაკეთე 51 კაცი მომკვდა 1000 წელს გიორგი მე-13-მ ამჯერად ბატანიას მოუღო ბოლო და გააქრო კლარდიის რუკიდან ეხლა რა სიტუაცია არის წინა ეპიზოდში როგორც გახსოვთ გავანადგურეთ ხუზაიტები ჩრდილოეთ იმპერიის აჯანყებულებიც გავანადგურეთ და ომი მქონდა ასერაისთან მაგრამ ასერაი მზავი დაგვიდო იმიტომ რომ ჩემმა ვასლებმა საკაიფოდ გააწვალეს ასერაი საკუთარ ტერიტორიებზე და აქედან გამომდინარე ზავი დაგვიდეს მაგრამ დასავლეთ იმპერიამ დაგვიწყო ომი იქიდან გამომდინარე რომ თითქმის კი არა 4 სახელმწიფო გავანადგურეთ და ჩვენი ტერიტორიები ესაზღვრება დასავლეთ იმპერიის ტერიტორიებს. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს რომ ომი დაეწყოთ, მაგრამ აგერ დააკვირდით უკვე ზავიც გამოგვიცხადეს და რა თქმა უნდა ჩვენ ამ ზავს არ დავთანხმდებით, ბარემ ვისეიძე ვდგავართ და ეს ქალაქი წავართვათ. ამის მერე ნახოთ შეიძლება ზავზეც დავთანხმდე აქ. ციხესიმაგრე აუღიათ. ჩემო ვასლებს. ხო, მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი ეპიზოდის ძირითადი მიზანი იქნება ის, რომ დიდი ალბათობით ეს იქნება დასავლეთი იმპერია, მაგრამ რომელი სამეფოსაც მოუწევს ესე რომ ვთქვათ, ან ბოლომდე გავანადგუროთ, ან მინიმუმ ნახევრამდე რა გაიყო და მინიმუმ შევასრულოთ მაინც და ასე რაიმ გამოგვიცხადა, ისე ომი როგორ ჩანს, ასე რა იქნება ეგ სახელმწიფო, რომელსაც ან გავანადგურებთ, ან მინიმუმ შევასუსტებთ მაინც. თქვენ კიდე არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, რომ 200 გამომწერზე ვაკეთებთ გათამაშებას, თუ რას გავათამაშებთ, ამას ნელ-ნელა ყველაფერს დეტალურად ვიტყვი შემდეგ ეპიზოდებში, იქიდან გამომდინარე, თუ როგორი აქტიურობა იქნება თქვენი მხრიდან. კარგი, ცოტა გაგვიგრძელდა სიტყვა, ეხლა ტრუპებს გავუშვებ უცებ აქ. 199 კაცი მოკვდა, ეგ არაფერი. პრისონერები წავართვათ. ლუთი დავტოვოთ. სინეოპიასაც მე დავიტოვებ. კაი, ეხა თუ მოვასწარი სანამ ზავს გამომიცხადებენ. აქვე ახლოს სად არის? აი ამ ვარაგოსის ციხესიმაგრეს ავიღებ. და ამის მერე თუ ზავის დადება მოუნდათ, ზავს დავდებ და მაშინ მივხედავ აი ორტისიადან დავიწყებ და ასერაის მივხედა მოკლედ და ასერაის განადგურებას ან შესუსტებას შეუდგები. აქ უცებ დავდგე BSH-ზე, აქ position-იც მოვიმატო. ხო, ყველანი არ გამომიძახია, ძალიან ცოტა არმია გამოვიძახე. ოპა, ესეც გვეხმარება. შვენიერი. მაშინ დაგითმობთ ჯიგრებო ამ ციხესიმაგრეს, მე აღარ დავიტოვებ. 16 წლის გახდა. ეს არ ვიცი ვინ არის, ვისი შვილია. ფაქტია გაიზარდა. ოკეი, უცებ ახლა კატაპულტებს ავაშენე. ხო, იმას ვამბობდი, რომ ყველა არ გამომიძახია ჩემს ფარტიში. და აქედან გამომდინარე არმიები შეკრა ჩემმა ვასლებმა. მავიას და ლაშა შეეძინათ შვილი, ეს წინა ეპიზოდში მეორე ბიჭის გავათხოვე. ჩემი ვასალის ერთ-ერთ ქალიშვილზე. კაი, ახლა უცებ ღობეები, ერთი დღის საჭმელი დარჩა და ბარემ ამასაც ავიღებ და იმედია ამ შუალედში ზავს არ შემოგთავაზებენ და ნახე ესენიც აქ მოვიდნენ. რა გიჟები არიან ჩემი. ოპა, აქ თითქმის 1000 კაციანი არმია დგას. უცებ ჯიგრებო თქვენთვისაც მოვიცლი, უცებ ერთი კედლები ჩამოვღო, მათ და სამწუხაროდ. დააბრალო საკუთარ თავებს, ეხლა ამასაც მოვაჭრი თავს. ესე კარგათაც. ოკეი, ეხლა აქ მივიდეთ. ამათ დავეხმაროთ ბარე, ომი დაწყებულია. კედლები ჩამოსაღები აქ. კაი, მოდი ტრუპებს გავუშვებ. 193 კაცი მოკვდა. ეგ არაფერი. აუ, ამის ხმა ხოტვის მიბურღავს იმენა რა, არ მევასება. ესეც ავიღეთ, მორიგი ციხესიმაგრე წავართვით. აუ, ეს მე დავიტოვე შემთხვევით ბოდიშით, სხვას დაგითმობთ. კაი, მე გადავინაცვლებ ახლა აქეთკენ, მაინც იქით მივდივარ და ასე რაის უნდა ვებრძოლო. აი, ამ ციხესიმაგრესთან გადავინაცვლებ. თუ დამიდეთ გზაში ზავი, ხო, კაი, თუ არა და ამასაც წაგართმევთ, არ არის პრობლემა, დიატამას ამასობაში ალყა შემოვარტყეს თურმე. ნახე? ხო, ზავი დადეს. დავთანხმდეთ, არ არის პრობლემა, მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება. ერთი წამით.
აუ ვერ ხედავ ამის გამო რა. აი მოდი ამას დავუთმობ. ციხესიმაგრე იყო როგორც ჩანს რომელიღაცა. ეხლა ნახეთ რა ხდება როგორც ჩანს ასე რა ის ომი აქვს ბატანიასთანაც. ხო, ბატანიასთანაც ბრძოლა აქვს და ეს დამავიწყდა წინა ეპიზოდში თქვენთვის რომ ენახებია. აი დააკვირდით რამდენი ეს ხო კეღოშვილების კლანი არის. აი რამდენი კლანი მყავს შემოერთებული დააკვირდით და აი დაბლა კიდე არის. აი ეს ოფენსივზე დავაყენოთ, აი დააკვირდი. ხო ძალიან ბევრი ვარ და უბრალოდ ეხლა დააკვირდი ჩვენ total strains. თითქმის 70000-ზე ვართ. ეხლა ნახეთ რა ხდება. ორი სახელმწიფო გვეუბნება უკვე ბატანიამ გამოგვიცხადა ომი. აი არ ვიცი ამ ბატანიას რა უნდა. საკმაოდ შესუსტებული ყავს ჩემ არმიას წაართვეს ტერიტორიები, ნახეთ რაღა დარჩა ამ ბატანიას. 1 2 3 ქალაქი დარჩა. 1 2 3 4 ციხესიმაგრე და ომი გამოგვიცხადა. აუი. გამბედაობისთვის საყოლ. ეხლა ამ პატარა ეს არ მინდა 3 დღის სავალზეა. ამ პრინციპში მოდი გამოვიძახოთ. ცოტა არმიას კიდე დავიმატებ. მოდი შენც მოდი. აი ეს 4 საათის გზაზე არის ვაფშე. აი დანარჩენი აღარ მინდა თუ შეკრავენ არმიას. იმათ დაემატოს ჯობია. აი ეხლა ბატანიას total strains უნდა გადავხედო. ეს ასე რა აუ ძმაო შეხედეთ. ჩვენი კი მართლა 70000-ზე ადის და 5922-ზე აქვს და ომი გამოგვიცხადა. თან დააკვირდით ამათ ომი აქვს კიდე დასავლეთ იმპერიასთან. ასე რა ისთან და ჩვენთან სამი სახელმწიფო ეომება უკვე ბატანიას. აი ჩვენ არ ვეომებოდით, მაგრამ რა ჯანდაბა უნდოდა და რატო გამოგვიცხადეს ომი არ ვიცი, დააბრალო საკუთარ თავს და მე ცოტა გეგმები უკვე შემეცვალა. რადგან ასე რა შედარებით დიდი არის, დიდი სახელმწიფოა ბატანიაზე და უფრო ძლიერებიც არიან ვიდრე ბატანია, აქედან გამომდინარე, მოდი მე ვაფშე ამ ეპიზოდში შევეცდები და რამენაირად ბატანიას გავაქრო ვაფშე ამ კლარდიის რუკიდან თუ არა შევასუსტებ მინიმუმ სანამ დავგნებდნენ ახლა ეგზოშენი 14-ზე აქვთ. მაგრამ თუ ასე აუვიდათ, 1-2 ზავს არ დაუდებ. რავი, აგერ ჩემი არმიაც მიდის. ესენის დაგვეხმარებია 3 ფართი, მე 4 ფართი ჩემია, იქნება 1-2 კიდე შეიკრა, საკმაოდ ბევრი არმია კიდე დარჩენილი. რავი, დააბრალო საკუთარ თავს ეხლა ბატანიის სახელმწიფოს წევრებმა. გაიჩალიჩეს საკუთარში რო იტყვიან. რა ამასე რა ის კიდე მიხედავენ ნემნელა ჩემიანები აქეთ ალყა არის, ცუდი ამბავია ეგ. არა უშავს. მაგალყასაც მოხსნით რამენაირად. ხო, აქ როგორც ჩანს ასე რაიმ შემოვარტყა ალყა. მოდი მე აუ ისე რა მაგარი არის ეხა ყველაფერი დაემთხვა ძალიან იდეალურად. მე შემიძლია ვებრძოლო ბატანიას, შევასუსტო, მაგრამ ასე რა ის სადაც ალყა შემოარტყოს ბატანიას. შემიძლია რომ ასე რა ის არმიაც გავანადგურო პლუს ამას. მე მგონი ძალიან კარგად არის ჩვენი საქმე. ხო რა ეს ასე რა ორ ფრონტზე იბრძვის ეხლა აშკარად. აქაც ავარაუდოთ ასე რა ის არმია დგას. აქაც ასე რა ის არმია დგას და აქაც ასე რა ის არმია დგას. ბატანია ეხლა აქ ვერ ჩავიდოდა. აქ როგორც ჩანს ეს ვერ აიღეს, ალყა მოხსნეს. კიდე რაღაცები მოდის. აქ ვაფშე დასავლეთ იმპერია ყოფილა. ხო, მაგი ცუდი ამბავია. ოკეი, მაშინ მაწყობს სიანუნთან გადავალ. აი ბიჭო, ვინმე ძლიერი სახელმწიფო ისეთი რომ გაგვაწვა რა ერთი ქალაქი რომ ჩვენ წავართვათ 4 იმათმა და რაღაცა ექშენი დაძაბულობა რა, ძალიან სუსტები არიან, ძალიან დავასუსტეთ. რავი, ეხლა რა არმია უნდა შეკრიბონ ასეთი სულ ალიანსი შეკრან და რა სახელმწიფოც არის დარჩენილი, სახელმწიფოებიც არიან. დარჩენილები ყველა რომ მემეომოს 70000 total strains-ზე ვარ და არ ამგონია ხა მაქსიმუმ 50000-ზე ჩამოგვიყვან. აი მაქსიმუმი ეგ არის ამათი. მეც მართლა ვერაფერს ვერ იზავენ და რავი. რა უნდა ქნან ესეთი ხა ძალიან მაინტერესებს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მსგავს რამეს. ოკეი, ეხლა აქ ჩვენ ბისეიძე კი დავდექით. აქეთ ბატანია არმიას კრიბავს. დიდ კრიბავს უფრო სწორად. აუ ბავშვებს ყრიან და ყრიან გოჭები ვიჩემ. აი, არ მაინტერესებს ჯიგარო. აი, ეგ არის, კედლები ჩამოუღებთ. მოდი აქაც ტრუპებს გავუშვებ და იმ 600 კაციან არმიას გავიკიდებ. 245 კაცი დავკარგეთ. ეგ ცუდი ამბავია. ხო, ახალი ნაჯახი მაქვს და მოდი აქ შევალ და ბარე მაგ ახალ ნაჯახს გავტესტავ რა. კი ცოტანი არიან და იზი გამარჯვება იქნება, მაგრამ არა უშავს.
შევალ ცოტა აი ეგ ჩემი მკვლელი მე მგონი ეხლა იდეალური იქნება რავი არ ძალიან დიდი ტარი აქვს არ ძალიან მოკლე და ნახეთ არ მიარა ლამაზად გასეო თქვენ რომ ცოტა წინ იდგეთ უფრო კაი იქნებოდა დავაი ბიჭობა ყველა შეტევაზე გადავიდა აუ რა დაგერხათ ზუგნებო მოდით აქ პირველი ქილი უნდა გავაკეთო მოდით ოჰო კატაჟლით ეს ეგრევე გააგვიდით უბრალოდ აი ეს ერთი დარტყმა ხო ნუ პოლიარმიც კაია მაგრამ რავი რატომღაც ნაჯახი მევასება თამაში რა ასწორებს ნაჯახი ისე მოდი ამ მომენტს გამოვიყენებ ხა და ესეთ რაღაცას შემოგთავაზებთ რა უფრო მინდა რომ გავაკეთო ანუ აქ არის ესეთი თა სადაც შეგიძლია მიხვიდე ბერად აღიკვეცო და შენი სამეფო გადააბარო სხვას მაგალითად შენს კომპანიონს შენს ძმას რავი ოჯახის წევრს ან ვიღაცას რა ვიზეც გინდა ჩვენ საკმაოდ ბევრი ვიბრძოლეთ და აი ერთი სახელმწიფო რო დაგვრჩება გასანადგურებელი ვფიქრობ რომ წავიდე იმაში რა ქვია იმ თაზე ბერად აღვიკვეცო და ჩემს შვილს ფარნავას გადავაბარო ჩემი სამეფო ის იყოს მომავალი მეფე და ბოლო უკანასკნელი იმპერია სამეფო რაც დაგვრჩება იმ ჩემი შვილის პერსონაჟი თავიღოთ მოკლედ რა ერთი ესეთი იდეა მაქვს და რავი კომენტარებში დაწერეთ როგორ მოგწონთ და გავაკეთო თუ არა ჯერ არ მოხდება ეგა მაგრამ მივად მაგ დრომდენაც რა ნუ შეიძლება დავიკიდო ვაფშე და არ გავაკეთო მაგრამ მოკლედ ნახოთ რა როგორ იქნება ეგ არის ესენის დავამარცხეთ საჭმელი წავართვათ ტყვეები ავიყვანე აი ხა დაველაპარაკები მაგ ტყვეებს თუ მოვლენ თუ არა და დაემშვიდობოთ უტვინო თავებს ასე მალე ავიდათ ეგზოშენი 100-ზე შეხედე მე იქ ვეღარ მოვასწრებ თან ამათან ზავი მაწყობს ახლა აი მანუ მარუნ ჰატისკენ წავალ და დავეხმარებია მარმიას რომ ასე რა ის ტერიტორია წავართვათ და მე დავუყვები მოკლედ აი აქედან და გავანადგურებ ასე რა ის ნელ-ნელა იმედია მოვასწრებ ამ ჩემს ტერიტორიაზე ამ ორი ციხესიმაგრის და ამ ქალაქის აღებას. კაი, შევუდგეთ ახლა საქმეს. ხო, ახლა ნახეთ რა სიტუაცია არის. ეს ჯიგარი გადმოდის ჩემს სახელმწიფოში. დავითანხმე, ამასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონია როგორც ჩანს. 60-ზე არის relationship-ი. ამ საწყლებს ჩემთან გადმოსვლა არ უნდა და ამ უნისერსაც არ სურდა ჩემთან გადმოსვლა, ასე რომ დაემშვიდობოს თავს. აი ესე ლამაზი. ეგ არის მშვიდობა სურს ბატანიას, დავთანხმდეთ, არ არის პრობლემა, ასე რა შესუსტება მინდა ძალიან, ბატანია ისე და სუსტი არის და ჩვენ კიდევ უფრო დავასუსტეთ. ხარკს აქეთ გვიხდიათ 16820 გოლდს ან დინარს. ნახეთ ამათი total strange უბრალოდ ყველაზე სუსტები არიან ამ მომენტში. აი სამხრეთის იმპერია რომელიც რაც ჩვენ გამოვეყავით ამ სახელმწიფოს იმის მერე 6000 total strange-ზე იყვნენ ეს სამხრეთის იმპერიაც კი მოიხოდა და დარჩა აი ბატანია იყო რავი 15000 total strange-ზე და 2624 total strange-ზე ჩამოვიდნენ და ეს იცი რამ განაპირობა იმას რომ ტერიტორიები წავართვით იმას რომ ბევრ სახელმწიფოს ეომებოდა ორ სამ სახელმწიფოთან ერთად ომი ქონდა და ძალიან ბევრი რა ქვია მას კლანის წევრები ანუ ვასლები ვინც იყო დავიჭირე ზოგი ჩემთან გადმოვიყვნენ და ზოგს თავები დავაცალე და ამან გამოიწვია რა ის მელდრიდი თუ გახსოვთ 2-3 ეპიზოდი გადამბულად ვიძახდი რომ ძალიან მაგარი არ მიაყავს მეთქი და უეჭველი ჩემთან უნდა გადმოვიყვანო თქო დავიჭირე არ გადმოვიდა ჩემგან ჩემთან აქედან გამომდინარე დაემშვიდობა საკუთარ თავს და საკუთარ კლანსაც. აი ეს 2, 4, 6, 7 კლანი ყავს დარჩენილი რა. ერთი თვითონ ეს არის და აი ეს უნდა დავიჭირო, ამ მეფეს უნდა მოვაძრო თავი. ურთიერთობა ცუდი მაქვს ფერსრიადთან. ფერსრიადი. არ არის პრობლემა, ამ ფერსრიადსაც მოვაძრობ თავს, დიდი სიამოვნებით. ეხლა მე მივალ. ამ ჯიგრებს დავეხმარები 1 საათია რო წვალობენ ასეთ ტროპებს გავუშვებ. მოდი თქვენ ახლა ჯიგრებო. რა იყო, მეტი არა ხართ? საჭმელი მომეცით. აი იყოს ამას დაგითმობთ, იყოს თქვენი არ არის მაგის პრობლემაც. ეხლა რა ხდება? როგორც თქვით, დავყვეთ და უსანკის ციხესიმაგრიდან დავიწყოთ ასე რა ის შესუსტება.
ეს მაგრამ ხაც დავუთმობ. აი შეთა კაი ურთიერთობა ხარსაც ბევრი გიჭერს, მაგრამ მოდი ამას მივცემ. ცოტა ურთიერთობას გამოვიკეთებ და ხშირად აღარ დამაგდება relationship-ში ურთიერთობა რა. იმ ჯიგართ. ოკეი, ორი სახელმწიფო ხარკს აქეთ გვიხდის. სამხრეთის იმპერიასთან საერთოდ პრობლემა არ შევქმნია იმის მერე რაც აუჯანყდით. საკმაოდ ფართო ვართ უკვე. საკმაოდ გავფართოვდით. აი დააგვირდი. აი რაღა დარჩა უბრალოდ რა. აი სამხრეთის იმპერია, დასავლეთ იმპერია, ნახე. ხადაო, ბატანიას დარჩა მარტო 1 2 3 ანუ 2 ციხესიმაგრე და 1 ქალაქი დარჩა ბატანიას, ხო? თუ აქეთ კიდე აქვს რამე. არა, აქეთ აღარაფერი აღარაო. აი, მაგიტო შეზუსტდა ნეგრე. ეს ვარჩეგი როგორ ჩანს წაართვ ეს. არ ვიცი, როდის აგერ 1. 3 ციხესიმაგრე დარჩა ბატანიას და 1 ქალაქი. ოკეი, ეხლა მე ნახე რას ვიზავ. ცოტას ვაწვალებ. ასე რა ის. იმედი მაქვს ამ სამ ტერიტორიას წავართ, ანუ ამ ორ ციხესიმაგრეს და ამ ერთ ქალაქს წავართ მე. და უეჭველი ამ ეპიზოდში მოკლედ რაღა დარჩა რა, გავანადგურებ ბატანიას და დაგვრჩება ასე რაი დასავლეთ იმპერია და სამხრეთის იმპერია. მშვენიერი, მოდი ბარე მივიდეთ აქ და ესენიც ეს ციხესიმაგრე უფრო სწორად ავიღოთ. ცოტა არმია ხوار დავიმატო. მოდი ცოტას დავიმატებ. ამ არმიასაც შემოვიერთებ ახლა და დავიწყებ ასე რაი შესუსტებას. იმედია მალე დამიდებენ ზავს ესენი, რომ ბატანია რაც შეიძლება მალე გავანადგუროთ. ბიჭო, შეხედე შენ ბატანიას. როგორ ჩაისვარ ამ ხელა სახელმწიფო? კაი, ეს ციხესიმაგრე ავიღეთ. ამას რომელიმე ჩემი ას მივცემ. იყოს მაგათი, არ არის პრობლემა. კაი, გადავალ ახლა. 71-ზე ავიდათ ამათ ეგზოშენი. ეს აქ მოდის? კი ბატონო, მშვენიერი კაი ბიჭი ხარ. პორტისიასკენ წავალ მაშინ. აი ბიჭო, მაგრა სწორეს რა. რა ვიცი ძმა ვაგერ ნახეთ აი. ბევრი ვასალი მყავს, არმიებს კრივავენ. აი გაის რა მეხმარებია, მოკლედ მე თუ ერთ ტერიტორიას ვიღებ, ესენი ასრებენ და ორს იღებენ. მშვენიერი, აქეთ როგორც ჩანს დასავლეთ იმპერიამ შემოარტყა, ალყა მაზჰადანას ციხესიმაგრეს. არც ეგ არ არის პრობლემა, დასავლეთ იმპერია ცოტა დამეხმარება და მაწყოს პრინციპში ეგ ბატანიას თუ შეასუსტებენ. საბოლოოდ მოვიშორებთ ამ ბატანიას და დაგვრჩება ასე რაი დასავლეთ იმპერია და სამხრეთის იმპერია. ეხლა მე აქ მივალ უცებ. მოდით რა, მოდით გიჟებ, მოდით, თქვენ ბევრი ლორდი გიყოლებათ ეხლა. მოდით, სად გამასწრეთ, ჯიგრებო. ერთი წამი თქვენ. ეხლა სად გაწახვალთ? უი. გადმოხვალ ჩემ ხარეს, არმიაში არ გინდა საუბარი, ოკეი. ტრუპებით უცებ დავჩაგროთ. ეგ არის. ოპა, ტრუპები მომიყვანეს, პრისონერებიც მომიყვანეს, ჯიგრება. მშვენიერი, საჭმელიც მომიტანეს, კიდევ ერთხელ მშვენიერი და ვაფშე არავინ არ ყავდათ ლორდი, ღადაოთ. საყურძმო. ეს შურუკი მე მგონი საერთოდ ასე რაის მეფეა. ერთი წამი. კი, აი. შურუკი არის, ხო შურუკი ქვია. სურუ, ხო რა, შურუკი. ვაი შესაწყალო. მე მგონი პირველი მეფე იქნება, ვისაც თავს მოვაძრობ, მეთქი უნდა მეთქვა და ჩემი ანმა იყვანა ტყვეთ? როგორ ჩას ჩემი ანმა იყვანა ტყვეთ? ერთი წამი ჯიგარო მოდი შენ ახლა. მოდი ჩემ არმიაში გაწევრიანდი. როგორ ჩანს ეს შურუკი გაიქცა. ასე რა ის ლიდერი. იმიტომ რომ მე აშკარად არ ამყავს. პრისონერებში და რავი. ოკეი, არ არის პრობლემა. ეხლა ორტისია დავიბრუნოთ უცბად. რამდენი კაცი ყავს? ეხლა გავიგეთ 215. ვაი თქვენ საწყლებო. ეხლა ნახე, აქ ბისეიზე კი დავდექით, მაგრამ
1045 კაციანი არმია გველოდება. რა ვირისი იმედია. მაგრამ ოკეი, იდგნენ, არ არის პრობლემა, დაგველოდონ. ეს უფრო სწორია ჩემი აზრით. აუ, მიდია მათ დაესხეთავს და იგივე თქვენთან მოვალ. აი, იქით წავლე როგორ ჩას. მივალი, იქ არ არის პრობლემა. არ არის ჯიგრებო პრობლემა უცებ ეხლა ამ ციხესიმაგრეს წაგართმევთ. აუ, ამ ციხესიმაგრეს რატო გადავეკიდე ქალაქს? და გადმოვარ თქვენსკენ 3438 კაცი მყავს ჩემს ფართიში მშვენიერი. რაღა დარჩა. იქით ალყა შემოვარტყავენ ხა. ოკეი, არმია შეიგრიბა. ეს კოზიშენიც მოვიმატოთ. ოკეი. აუშვათ ეხლა ტრუბები. მოდით თქვენ. აი, ესეც ავიღეთ, ესეც ასე. ორტისიაც ჩვენია, აქეთ ალყა. ეს ვერ აიღეს, ხადაო? საღოლს მოვთქვენ. რამდენი კაცი იდგა მის დიფენდინგში რომ ვერ აიღეთ. ვაფშე არავინ აღდგას. როგორ არა? თიცა მიჯიგრებ. 284 კაცი დგას. მაცადეთ ბიჭო, რა ზავი, ბარემ ესეც წაგართვათ. 385 კაცი დგას და ეს ციხესიმაგრე ვერ აიღეს. რავი, ჩემ გარეშე საქმეს ვერ აკეთებენ, მე მგონი ესენი. ეხლა ამათან ზავი მაწყობს, პრინციპში აღარავისთან აღარ მექნება მე ომი, ცოტა ხანი დაველოდები, მოვიხოდები მეც, ჩემი კლანის წევრებიც არმიებს შეაგროვებენ. ამ ეპიზოდში მე რამდენი ბავშვი გაჩნდა უკვე ასე არა. ხო, იმას ვამბობდი, რომ დავცხეთ მოკლედ ბატანიას და ამ ეპიზოდშიც ბატანიას გავანადგურებთ, მოკლედ ვაუხრებთ კლარდის რუკიდან ბატანიასაც. მართლა ოკუპანტები ვართ მე რასაც მოკვდებით რა. ხო, აბა რა, ცოტა ხანი მშვიდობიანი პერიოდი მექნება მეთქი ეგრევე თქვი და დასავლეთ იმპერიამ ომი გამომიცხადა. თქვენ გენაცვალეთ. აი, ესეც ავარდათ უსვათ. აუ, აქ რამდენი თქო ყოფილა ძმა ვაფშე. ეგ არის, ასე რაიცთან ეხლა დიდი ალბათობით ზავს დავდებ. აი, ამას დაგიტოვებ, ჯიგრებო. ხო, ცოტა ცუდი ამბავია ეგა დასავლეთ იმპერიასთან, ეხლა მე ომი არ მინდოდა. არა, ყველა სახელმწიფო გვეომება, იმიტომ რომ აი მართლა ოკუპანტები გავხდით. ნებისმიერი სახელმწიფო, ვინც არ უნდა შემოხვდეს გზაზე, ნებისმიერი მტერი უბრალოდ ცოცხლებს არ ტოვებ და ეს რა არის ერთდროულად რომ მოვიდა. რაღაცები აიღეს, მე მგონი ჩემა ვასლებმა. თუ რა პუნქტი არის? ეს დიატამა გადარჩა აქ. ოკეი, ეხლა რა ხდება? ნიდირის არმია სად მიდის? ეს არ ვიცი სად მიდის. ეხლა მოკლედ ჩემი გეგმა ესეთი არის. მე არმიას დავშლი. ცოტას მოიხოდებიან. მანამდე გადავალ მე აქ ბატანიასთან. პატარა ჩეც გამოვიყენებ ტრადიციულად, რასაც ვაკეთებ, სულ წავართმევ რაც აქვს საჭმელი და მე ომს გამოვუცხადებ. თუ მოვახერხე რამენაირად დასავლეთ იმპერიასთან ამ ერთხელ ზავს დავდებ. იმიტომ რომ ახლა ძალიან არ მაწყობს იმათმა, რომ ჩვენი აღებული ტერიტორიები წაიღონ რა, ყველა თუ არა საკმაოდ დაგვასუსტებენ, ესე ვფიქრობ. არ მინდა ჯიგრებო, მოდი ქალბატონს მივცემ. თქვენი იყოს ეს ტერიტორიები, არ არის პრობლემა. ხო და დასავლეთ იმპერიასთან რამენაირად ზავს დავდებ, მოკლედ. ჯერ არ შემიძლია. ნახეთ 71000-ზე ვართ უკვე. ბატანია 4000-ზე ასულა, ცოტა მოხოდილად. ცოტა ხნით მოიხოდენ, დიდი ხნით მაინც ვერ მოასწრებენ მოხოდას. არ არის პრობლემა. არა ხო, როგორც თქვი რა, ჩემი არმია საკმაოდ კარგად მუშაობს, რაღაც ტერიტორიებს იღებენ. აი, ნახეთ. მივცეთ ამას, არ არის პრობლემა. ვერც ვასწრებ უბრალოდ, რომ მივადევნო თვალი, ვინ რომელი ტერიტორია აიღო.
მაგრამ ფაქტი არის რომ იღებენ მშვენიერი ეხა დასავლეთ იმპერიას თუ ცოტა შეასუსტებს ჩემი არმია ჩემი ვასლების არმია იდეალური იქნება მაგრამ ითასრულურად შეკრიბა არმია კიდე ერთი ციხესიმაგრე აუღიათ გიპორს დაუთმოთ საღო ძალიან მაგრად მუშაობენ რა მომენტ რა მინდა 60,000 კი არა და 72,000 სტრეინჯზე ვართ მეტი რა მინდა მაგრამ ოკეი ძალიან მშვენიერი ну მოკლედ ხო რა როგორც თქვი ახლა მივარ კარბენსესში საჭმის წავართმე ცოტას მოვიხოდები და მზავს დაუდებ რამენაირად დასავლეთ იმპერიას თუ არა და ბატანიას უნდა დავარტყათ უეჭველი ასე რა ისთან ზავი ტრადიციურად ამ დიატამას საქმე გაუტრაკეს მე რამდენად უნდა შემოვარტყან ალყასი არა ვარ და ისე ტურნირები მომინდათ რა 1-2 ტურნირში ხوار შევარდე ვაფშე რა სიტყვით მეგონი იქნება კაი ნახოთ აბა ჩვენი სკილები აქედან ერთი წამი ყველას დავილაპარაკო აბა ვის გადმოვიბირებ ვის არა გადმოხვალ ჯიგარო ჩემთან არ გინდა ოკეი არ არის პრობლემა ამა კაცი ვინ არის შენ გადმოხვალ ჩემთან ძმა ბრიად დაელაპარაკე ვყავთ აქ ბრიადი თამარი ხო ეს ჩემი ქალიშვილი არის რომელიც მივათხოვე ერთ-ერთ ბატანიელ ლორდს ნაიცარ წამი ამის კვარტოს ხალია თავი მოგვეთი აუ ჩემ შვილთან მაგ -100 ურთიერთობა როგორ ჩანს მე ამის მეუღლეს თავი მოვკვეთე ერთი წამი თამართან გადავიდე ასე მალე დაგტოვე თამარ ქრივი და ცოცხალია კაცო რულანი არის ამის ქმარი შვილები ყოლიათ აია მშვენიერი მომწონს კაი მოკლედ ეხლა როგორც თქვით ბატანია უნდა გავანადგურო ამ ეპიზოდში და თვითონ მაძლევენ საშუალებას მაგისას რომ ჩემი მიზანი განვახორციელო ეხლა პატარა ვიჩეთეროთ წავართოთ რაც კი თუ რამე საჭმელი აქვთ ამ ჯიგრებს ესე ბევრი არც არაფერი ქონიათ მაგრამ კიდე უფრო დაასუსტებს ჩვენი ეს ნაბიჯი ბატანიას ეხლა რომელიმე ლორდი დავიჭიროთ გოულახოთ გადმოხვალ ჩემს კერძმა არა გადმოხვალ იაკუსი ნახევ მაგის დრო არ არის ეგ არის თქვენ აღარ დაგესხმებით ეხლა თავს ხო რა მოკლედ ამ ბატანიას ავიღებ ეხლა თავი და ბოლომდე აქ რამდენი ხართ 1061 აქ შევალ ვაფშე ვიბრძოლებ კაი ეგ არის 1000 კაციდან 835 კაცის ჩამოვიდნენ კედლები ჩამოუღეთ ეხლა შევიდეთ და ვიბრძოლოთ თან ჩემ ხმალი რაღა იყო და ჩემს ნაჯახს ცოტა უფრო გავტესტა 2069 კაცი ჩვენ ვართ ნახოთ ეხლა დავაკვირდეთ რამდენი მომიკვდება ლეადონ ასეულთზე რო შევალთ ეხლა ტრადიციულად რა ტრადიციულად ძმა ნახე აქ რამდენი არიან ჩემი ცოტა ხანი აქედან ვაწოლოთ მოდია აუ ნახე დებილი ვიხდა როგორც ხარ რო ვიღაცა ესრო და აქედან დაიბრიდე შენ მანდ შენ თუ კაცი ხარ ჩადი ერთ-ერთზე ებრძოლა ამას უყურე თავი სადაა გამოდებული ერთი კიდე გამოდი შენ ეს რა ბაგია ბიჭო ეს რა ფრინველია ძმა თუ ცხენი დაფრინავს ერთი ნოტენ მაგას მოკლე ოკეი აქ ვერ შევალ მე დიდი ალბათობით შენ ჯიგარ ოქსაიდენ ისროდი აქედან მე ვერ შევალ აქეთ რა სიტუაცია უცებ რო გადავხედოთ გამიშვიდ გამი აუ ჩემი ასტენი ამ ხალხში საო
თან ხავს. ოპ, ჯიგრებო. ასე არ გვაწყობს ჩვენ. თან არც მინდა რომ მოვკვდეთ, თორემ მე უაზრო გამოდის რა. ბოლო 3-4 ეპიზოდია. შევდივარ ბრძოლობ, ეგრევე 5 კაც მოკლა, მე ვიბრიდები და უყურებ ჩემიანები როგორ თამაშობენ. აუ ეგრევე თვალში მტენი ძმა. ცოტა ხანი ვარ გამოვლიო. აუ მიხდიო. ო რა მტენა ჯიგარზე. ვეღარ მოვკალი ხა ძმა ესე. ბიჭო. აი გრეტი სხერებში დავასვიედრე. ერთი დამჭა. მიდი რა მერტი თუ ერთის დაუბრუნდო. ამეც ბიჭო ხმალი. ვა, აქ ისე მამეთ ყველა ჩემიანი განადგურდა. ხა მე დამიშვიდე, ხო? კაი, ერთი წამ. კაროჩი, აღარ უნდა თქვა ხოლმე წინასწარ ძმა არაფერი, თორე ეგრევე მიხდება ძმა. ეგრევე დამბრიდეს ტიპებმა, არ ვერც გავაკონტროლე, კაროჩი სიცოცხლე რა. ვერ შევხედე რა სიტუაცია იყო. აი, ოკეი, ამ ერთხელაც მაპატიეთ, ეგ არაფერი. 16 კილი გავაკეთე, 16 კილი ბოლოს როდის გავაკეთე. 51 კაცი მომიკვდა. ტრუპები რო გამიშვა უფრო მეტი მომიკვდებოდა დარწმუნებული ვარ რა. სენ ტრუპებით ახლა გავუშვათ უცბად, რაც იყო დარჩენილი. ეგ არის. უკანასკნელი ქალაქი წავართვი ამ საცოდავებს. ამას მე დავიტოვებ ჯიგრეო. ესე გამოვიდეთ ახლა ცოტა მოვიხოდო სიცოცხლე ამებსოს ბოლომდე. რაღა დარჩა? აქ ვითო? ბატანია იქნება აქ? ოკეი, ახლა მე უნდა ვნახო შემიძლია თუ არა ზავის დადება სამხრეთის იმპერიასთან არ შემიძლია კიდე რა. იქნება დავდო რამენაირად. აქ რა ხდება? წამოული აქეთკენ ჩავიწიოთ. ბიჭებო რა იყოთ? ვერ მიუსახი. აბადიეთ. კაი. პენდრაიკის ციხესიმაგრეზე გადავიდეთ ახლა, ამასაც დავარტყათ. ესეც წავართვათ და რა გარჩევათ? მარტო ისჩებათ პრინციპში. რავი, აქ თუ ბატანია დგას, ბატანიის არმია თუ დგას, ეს დარჩებათ კიდე დიდი ალბათობით. ოკეი, ესეც ესე. ეს ციხესიმაგრეც. ამ ციხესიმაგრესაც კედლებით ჩამოვიღეთ. ეს მივცეთ. დასლურს არ არის პრობლემა, როგორც ჩანს კიდე რაღაც ციხესიმაგრე აიღეს ჯიგრებმა. ოკეი, უცებ ტრუპები 129 კაცი მოკვდა. ბევრია, მაგრამ არ აუშვებს. არმიას გავაძლიერებ უცბად. ესე. ეგ არის. და დაგვჭა ერთი ციხესიმაგრე, ხო? წესიდარიგით ეგრე უნდა იყოს. აი, ამას დაგიტოვებთ. ოქცენ თვინს არ არის პრობლემა. ხო, როგორც ჩანს აქ ბატანია ყოფილა. აი, არ არის პრობლემა. ეხა ზავი უნდათ, მაგრამ აღარ ვაპირებ ეხლა ამათან ზავის დადებას და მე კიდევ კვლავ თავიდან ომის დაწყებას. ბარემ დავიწყე და დავასრულოთ ერთი ეს დარჩა და ერთი ეს ფლინტოლგის ციხესიმაგრე, რომელიც ამ წუთში აიღეს. უცებ აკაც ბისეიძე დავდგეთ 5-13 კაცი არის, აქ ასტრუპებით უცბად. ოკეი, ესეც ესე აქ ასტრუპები გიჟივით გავუშვათ 91 კაცი მოკვდა. ჩვენიანები თქვენ ყოფილა როგორც ჩანს და გავათავისუფლეთ. ლუთი დაუტოვოთ ჩვენ არმიას. აი, ამ ციხესიმაგრესაც დაგითხოვთ. არ არის, ოპა. ზავის დადება შეგვიძლია მე მგონი, დასავლეთ იმპერიასთან. არ შეგვიძლია, მაგრამ მომენტ 76-ზე აქვს. აი, ისე ძალიანაც არ შევსუსტებულართ ეხლა რომ არმია დავიმატოთ. აქ ალყა არის, საერთოდ ესენი გვეხმარებია. რაღა დარჩა, პრინციპში აქ მე მგონი დასავლეთ იმპერია იქნება. ოკეი, მივალ ბარემ და ამათ დავეხმარები, ამასაც წავართმევ. დავიბრუნებ უბრალოდ ამ ფლინტოლგის ციხესიმაგრეს და ეგაა რა. თუ მანამდე თვითონ არ მორჩნე? არა, უცებ მიბოდიშით ლახა ემოციისთვის. ოკეი, არავის არ დავიმატებ. წავალ ახლა ესე გიჟივით, აგერ ბატანიას ბოლო ციხესიმაგრესაც წავართმევ. ზავი შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი იქიდან გამომდინარე, რომ ერთი ციხესიმაგრე აქვს დარჩენილი და ეხლა რაღაცო დავდო და მე თავი და რაღაცო დავიწყო. აი, ნახეთ, 1927-ზე.
1927-ზე ჩამოვიდა ამათი Total Strange. აი დააგვირდით 1927-ზე ჩამოვიდა ამათი Total Strange. აუ რამდენი კაცი დგას აქ დაიწყო უკვე ბრძოლა. ოკეი, ტრუპები უცბად. Good to see you here. აუ იმედია ვინმე ტყვე იყო ახლა. მორჩას არავინ. და ესეც ესე. ბატანიას გავანადგურეთ. ესე კარგად, ესეც მორიგი სახელმწიფო მშვენიერი. 1010 წელს გიორგი მე-13-მ ამჯერად ბატანიას მოუღო ბოლო და გააქრო კლარდიის რუკიდან. აი ესეც ესე მშვენიერი, უიდეალურესი. ეხლა უცბად ესენი გავაქროთ და დავტკბეთ ამ სანახაობით, დააგვიდით. აი რაღა დარჩა, რავი, თითქმის 80% რუკის უკვე ჩემია. აი ამ კლარდიის რუკის 80% უკვე მე მოგუხდის. აი ვინ დაგვჭა შუაში? ერთადერთი ძლიერი სახელმწიფო, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ამ მომენტისათვის დარჩა ჩემი აზრით კი არა, დასავლეთ იმპერია. ესენი 9480-ზე არიან. 11000-ზე და 9000-ზე. ანუ გულისხმობ იმას, რომ ყველაზე ძლიერები კი არა, ანუ ყველაზე ბევრი ქალაქი ამათ დარჩათ. ამათ 8 აქვთ. ამათ 4 ვაფშე და სამხრეთის იმპერიას 6, ხო? მაგას გულისხმობდი, რომ დასავლეთ იმპერიას აქვს უფრო მეტი ქალაქი ვიდრე სხვა ნებისმიერ სახელმწიფოს ან იმპერიას. კაი, ესენი დაუგნებდნენ. ეხლა უცებ მოდი ამასაც წავართმევ რამოდენიმე ტერიტორიას, სანამ არმია ყავს ბარემ შეკრებილი, აღარ დავშლი და დასავლეთ იმპერიასთანაც დავდებ ბოლოს და ბოლოს ზავს. ან თვითონ დადებენ და შემდეგი ეპიზოდიდან გადავწყვეტ მე ვის შეუტევთ, როგორ შეუტევთ და რანაირად შეუტევთ. ხო, აი იმაზე რო გესაუბრებოდით. აი აგერ არის ის თა, სადაც მიხვალთ და ბერად აღიკვეცებით. ნუ მე მგონი ეგრეა ბერად იყვეცები რა. ნუ ყოველ შემთხვევაში სხვა პერსონაჟით თამაში შეგეძლება. აქ რო დარჩებით. რავი, დაწერეთ კომენტარებში მოკლედ. როგორ მოვიქცეთ, გავაკეთოთ თუ არ გავაკეთოთ. აი, ეგ არის ახლა 8-აშიც მივიდეთ ბარემ. კაი, აქ დავდექი ბისეიჯზე, ერთი დღის საჭმელი აქვს საერთოდ. უცებ კედლებს ჩამოვიღებ და აქაც ტრუპებს გავუშვებ. ამათი ეგზოშენი 99-ზე ავიდა დიდი ალბათობით 8-ას რო წავართმევთ, მაგის მერე დაგვნებდებიან. ეს არმიას დაეხოცებათ ახლა რაც არის აქვს, ან ზოგი ვაფშე მოუკვდებათ. ვინსენტიოსმა შეკრიბა არმია ვაფშე. ოკეი, არ არის პრობლემა. სკილი გაგვიძლიერდა? როგორ ჩას არა. ხო, აი ნახეთ ახლა. ზავის დადება უნდა. დასავლეთ იმპერიას, მაგრამ ამჯერად არ დავდებ. ბარემ დგავართ და ამ 8-ასაც წავართმევ. მე თავიდან აღარ მინდა რომ ალყა შემოვარტყა. ბარემ ამ 8-ას წავართმევ და მე თუ კიდე შემომთავაზეს დავთანხმდები თუ არა, სანამ შემომთავაზებენ ერთო ციხესიმაგრეს წავართმევ. ხო, რა თქმა უნდა, ბოლოს შვიდობიანი პერიოდი როცა როდის მქონდა არ ვიცი. ასე რაიმე დაგვიწყო ბრძოლა. ჩვენმა საყვარელმა ასე რაიმე გამოგვიცხადა. შვენიერი როგორც ჩა შემდეგი ეპიზოდიდან ასე რაის ექნება ცუდად საქმე უკვე. ოკეი, ეგ არის. ტრუპები გავუშვათ. 56 კაცი მოგვიკვდა ჩვენ. არა უშავს. აი ტყვეები ვერ ავიყვანთ როგორც ჩანს არავინ არ იყო. ეხლა დაგვნებდებიან ესენი დიდი ალბათობით. სანამ დანებდებიან, აბა ნახოთ ცადოთ ამ ჯალმარის თუ წავართმევთ. თუ ზავით დადება მოგთხოვეს დავდოთ, არც ეგ არ არის პრობლემა და შემდეგი ეპიზოდიდან შეუდგები უკვე ასე რაისთან ბრძოლას. შევეცდები რომ გავანადგურო მთლიანად, მაგრამ თუ ვერ მოვასწარი, არ არის ეგეც პრობლემა. ეგ არის. ჯალარმრისიც ავიღეთ. იდეალურზე იდეალური. ეს მე მინდა ჯიგრებო. აი, ეხლა მე არმიას დავშლი. ცოტა მოიხოდებიან. ცოტა კი არა, კარგად მინდა რომ მოიხოდო, რომ ომი დავიწყეთ უკვე ასე რაისთან. აქ ალყა შემოვარტყეს. ოკეი, არ არის პრობლემა. ეხლა ცოტა მეც მოიხოდებით და დავარტყათ ასე რაის, მაგრამ მაგ ყველაფერს ვიზავ მე შემდეგ ეპიზოდში. მოკლედ,
მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო, უცებ ახლა შეჯამება რომ გავაკეთოთ პატარა რა მოხდა დღევანდელ ეპიზოდში. ესე იგი, ასე რა ის ვებრძოდით, წავართვით ტერიტორიები ასე რა ის, მაგრამ ბატანიამ დაგვიწყო ბრძოლა, სამხრეთის იმპერიასთანაც გქონდა ბრძოლა ერთი პერიოდი, ზავი დავდეთ და კიდე თავიდან დაგვიწყო და ბატანია გავაკრეთ ამ ეპიზოდში, მოკლედ აღარ არსებობს საერთოდ ბატანიას ნასახი აღარ არის. ამ რუკაზე, ეხლა ნახეთ. კინგდომებში რო გადავიდეთ. აი ხო არის ბატანია. შეხვალსო, აღარ არსებობს. აგერ წერია რომ ბატანია დასრულდა 1110 წელს. გადმოხვალ ხუზაიტებთან. საერთოდ ხუზაიტები აღარ არსებობს. აღარაფერი აღარ არის ხუზაიტების. გადმოხვალ აქ. აქ არა ერთი წამით. აი აგერ მოხვალ. აღარ არსებობს არც ეს აჯანყებულები. ჩამოხვალ ლანდიაში, აღარც ლანდია არსებობს. სტურგია, აღარც სტურგია არსებობს. Western იმპერია არსებობს. Northern იმპერია აღარ არსებობს. დაგვრჩა რა? ესე იგი, დაგვრჩა ჩვენ. ერთი წამით. ასე რაი. Western იმპერია, დასავლეთ იმპერია და დაგვრჩა სამხრეთ იმპერია. მეტი ჩვენ აღარავინ აღარ დაგვრჩა. იდეალური. შემდეგი ეპიზოდიდან მოკლედ ყველა მიზეზ გარეშე შევუდგები ასე რა ის განადგურებას, შევეცდები რომ ავიღო ბოლომდე ასე რა ის ყველა ტერიტორია და ქალაქი და ჩემს მართლობაში გადმოვიყვანო, მაგრამ თუ ესე არ გამოვიდა, მინიმუმ შევასუსტებ მაინც. მოკლედ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ დღევანდელი ეპიზოდი, ჩემი თხოვნა იქნება გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და არ დაგავიწყდეს რომ 200 გამომწერზე ვაკეთებთ გათამაშებას. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის და კარგად ზანდებოდეთ.